აი როცა არის ეს ნაკადის პრობლემები, შარდის ნაკადის პრობლემები, ოღონდ არა ინფექციით გამოწვეული, მაგ შემთხვევაში მსმენია ესეთი რაღაცა, რომ მასტურბაცია შეიძლება იყოს ერთ-ერთი პრევენციის ნაკადისთვის? არანაირი კავშირი არ აქვს. ნაკადი არის სუფთა მექანიკური რაღაცა, ანუ მექანიკურად რაღაცა უნდა უშლდეს ხელს. ან ერთ-ერთი ის არის, რომ თუ შარდის ბუშტი არ იკუმშება, ამ შემთხვევაში არ არის ნაკადი, მაგრამ არ შარდის ბუშტს არ ეხმარება მასტურბაციის ხშირი მასტურბაცია და მით უმეტეს თუ ანატომიურად გაზრდილი არის პროსტატა. ან ახალგაზრდებში ძალიან იშვიათი არის გაზრდა. ახალგაზრდებში როგორც წესი შარდსადენი მილის შევიწროება არის ხოლმე ტრამვის გამო. ანუ ანამნეზში აქვს, ან ავტოავარიაში არის მოყოლილი, ან რაღაცა ოპერაცია გაკეთებული და კათეტერი ედგა შარდის ბუშტის და როგორც წესი ხშირად ესე იხსენებენ ხოლმე, რომ ან ძალიან მტკივნეული იყო თვითონ კათეტერის არსებობა შარდსადენ მილში და ძალიან აწუხებდა ესე ახსოვსებდი, რომ ძალიან აწუხებდა და ამოაღებიეს, ან სპეციფიურად ამოღების პროცესი იყო ძალიან მტკივნეული. და სხვათა შორის თელს სოფლიოში ერთ-ერთი პირველი მიზეზი მამაკაცების შარდსადენი მილის შევიწროების არის არასწორად ამოღება კათეტერის საავადმყოფოებში. ამერიკაშიც მათ შორის სადაც წესით ექთნებს აქვთ მაღალი კვალიფიკაცია, ანუ არასწორად ამოღება რას ნიშნავს? ბალონი არის იქ, რომელიც შარდის ბუშში იკავებს ამ კათეტერს და ამ ბალონს არ ცლიან ბოლომდე. გონიათ რომ დაცლილი არის და გაბერილი ბალონით იღებენ, რაც პირდაპირ შარდსადენი მილის დაზიანებას იწვევს.